ჩამოვედით ბორჯომში. გზა არ ვიცით, ჩამოვედით და აზრზე არ ვართ სადა ვართ. კი ბორჯომში ვართ, მაგრამ გავიყინეთ. მოცია ძალიან თოლა. მივიდივართ ახლა მაღაზიაში. ora. სამი დღით ჩამოვედით ბორჯომში და შემოვედით მაღაზიაში რაღაც საჭმელების საყიდვლად. და ახლა უნდა შევარჩიოთ. ამისთვის შემოვედით. ორი. რა, ეს მოხდება. აჰა. მაცრებითი ნიშიშენ სადიც. და ჰაინ ოი მაშინ კარტოფილიანი. ეს რისია? ყველის. აჰა. დაისარა ხო. ყველი მეც მიყვარს. კარტოშკა გოგო, ეგო ცოტა ხანი ნიში. იუში თქო ბატონი იუში. აუ, თვალები. სპაგეტის აღებას ვფიქრობთ. აი ეს ბორივაი. ორი ცალია იღა ეს. 13 ნომერი. ნომერ 13-ში. ხავ. ეგა რომ ველოდებით ახლა ტაქს ვიყიდეთ. იგი მაინც საკუთი ბაბა. რა დაგიტოვებდი მაგრამ. საბოლოოდ გადავწყვეტეთ ავტობუსის წასვლა. გავიყინეთ მაგრამ თვითონ და ეხლა მივალთ. დავდიქით, ჩავდიქით. ესეთ ავტობუსით თუ ბორჯომში 40-ია ტრანსპორტი. გავთვით რაც თავარია. ხო. ნახევარ საათი მივიდეთ და ძალიან გავიყინეთ, ჩამოვედით ახლა. ბორჯომიდან ნახევარი საათი დაგჭირდა აქ ჩამოსვლა. მე დავიკას კი მიხარია ბაი. მე მიხარია, მე მაგრად მომწონს საქაურობა. ის ორი კვდება. ესე გამოიყურება სახლი. აქვს ესეთი საყვარელი ეზო, გარშემო პატარა სახლებია. და მოდით ახლა შევიდეთ სახლში და გაჩვენებთ რეგები გვაქვს და როგორ გამოიყურება. ხო? მაიცა? მოვალ ახლა. Hello. ლამაზი ბალკონიც გვაქვს აქ. საყვარელი კაი ხედია იქიდან უკვე დავათვალიერეთ, აქ პატარა ესეთი საქანელა გვაქვს. გვიდევს ასევე მაგი და ყავას მოუწრუყავთ დილით და მოდით ახლა შევიდეთ სახლში. სახლი გამოიყურება ასე. გვაქვს ბუხარი, ძალიან თბილა სახლში, ესეც ასე აქ დავაბინავთ რაღაცები. აქ გვაქვს პატარა სამზარეულო, სადაც გადავიღებთ cooking. ხო. გვაქვს ესეთი მისაღები ოთახი, ესეთი საქანელა. იქ რა გვაქვს? აქ რა გვაქვს? არ გვაქვს საპირფარეშო, ფენიც არის მაგრებული, შუქიანთე დარჩენს არაფერი. აბა ესე გამოიყურება აბაზანა და გადავიდეთ ახლა შემდეგ ოთახებში. ესე არის სამზარეულო. აქ დავაბინავებთ ჩვენ საჭმელებს. და ავიდეთ ახლა მეორე სართულზე. შუქი! ვაუ! მე ჩავაქრე? შუქი ჩაქრა. აი, всё, მოვიდა. შუქიც მოვიდა. ავიდეთ ახლა მეორე სართულზე. და გაჩვენებთ ახლა რამდენი ოთახი არის აქ. აქ შემოდივართ, აქ გვაქვს მეორე სართულზე საპირფარეშო. გვაქვს ასეთი ოთახი, სადაც დაიძინებს ნუცსა და მის დაქალი. ეს არის მეორე ოთახი, სადაც მე და ასია ვიქნებით და არის კიდე მესამე ოთახიც, რომელიც იქნება ცარიელი. ასევე მეორე სართულზე გვაქვს ბალკონი. მეორე სართულზე გვაქვს ბალკონი, ასეთი ხედი გვაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ დილით იქნება აქ ულამაზესი სისამოსლო თუ მზე გვეღირსა.
და მოკლედ ესეთი პატარა საყვარელი სახლი გვაქვს. წავალ ახლა დასაწყლებს ამოვიდან. დავალაგებთ რაღაცებს და დაგიბრუნდებით. სახლის მეპატრონემ დაგვიტოვა ასევე ღვინო და აუცილებლად დავაგემოვნებთ. არა, ნუცა, ხვალ უნდა აღნიშნოთ ჩვენი დაბადების დღე. დიახ, 12-ზე უნდა ეს. და უნდა ჩემო 23 წელს აღნიშნოთ და კიდე ის აღნიშნოთ რომ გათხოვილი არა. მაგრამ სუპორტი გასახლის ვიდრე მე. მოკლედ დღეს ვიყავით ასე რომ მაღაზიაში და გაჩვენა და გავიყიდეთ 185 ლარი. დაიწყო. ორი ცალი. თავარია. თუმცა მასივაში შევალაგოთ არაჟანი ვარენიკი. ვეფილი, რო შევწოხა ძალიან გეზარება სხვა რაღაცის დაკეთება. მარილი, იმიტომ რომ ჩვენ გემოვნება გვაქვს. მარილი აქვს ნეტა. არილი არასდროს არ არის ზედმეტი. ყველაფერი არის აქ ნახე. შამპუნი, რადგან გოგოები ვარ და ის აუცილებლად გჭირდება. პანტენის ტომატ პასტა. ძეხი რომელიც არ მოყავს, მაგრამ ასკო გიждდება. ჩემთვის პირადად ზორი კაია ეს. გოგოებო მასივაში რაღაცები უნდა ჩემი განუმეორებელი პროდუქტი მოდის ტყემალი. შემდეგ რომელიც ძალიან მიყვარს. ასევე ვარენიკები, რომელიც ამ საღამოს უნდა მივირთვათ. გვაქვს ყველის და გვაქვს კარტოფილის ვარენიკები. და პილპილი, რა თქმა უნდა. გავხმართ. ძიანი ყავედი. სნეკებია ძირითადად ჩიპსი. ეს მეორე ჩიპსი. ასევე დორიტოსი. შევიძინეთ ასევე ტუალეტის ქაღალდი, მაინც რაღაც რა ხდება. ეს არის საბზარაულოს ხელსახოცები. შევიძინეთ კაპუჩინო შოკოლადის არომატით. ეს მე მინდოდა. ნიკალი. ხოლმე ასევე შაქარი შევიძინეთ. მე შაქარი. რადგან გვეგონა რომ აქ არ დაგვახვედრეთ. სოსისები ვიყიდეთ, ნუ დილას რომ მოვიხარშოთ და ჭამოთ. მესამე პარტის. აქ ძირითადად სასმელები გვაქვს. არ ვიცი რამდენად ჩემს, მაგრამ ძირითადად სასმელებია ამ არქში ბოთლები. ყველაფერს დიდი ბოთლი გახლავთ, ლუდი მოემბრალო. უნდა ხასიათზე მოვიდეთ, რადგან მუსიკოს დაბადების დღეა და უნდა კარგად გავაკეთოთ. ვიყიდეთ ასევე შეიკები, რომელიც ძალიან გვიყვარს. ოფიციალი. 4 შეიკი. საჭმელისთვის. აქ გვაქვს კიდე წყალი, ზეთი და კოკაკოლა. ისო. ზეთი. ო, კოკაკოლა. რადგან ვერ წარმომიდგენია სუფრა კოკაკოლის გარეშე. და წყალი. და წყლები უკანის წყალს ვერ ვსვავთ ზოგიერთი და ამიტომ ალბათ წყალი. ეხლა ამას დავაბინავებთ მასივერში და დაგიბრუნდებით ისევ. ასე გამოიყურება მთლიანობაში ჩვენი საყიდლები. დილის 4 საათია ჩვენ არ გვეძინა. ვიკეთებთ საჭმელს, კვერცხს ვიწვავთ. მოგვშვიდა ძალიან. დილამშვიდობისა, ახლა არის 2:30, ახლა გავიღვიძე. გვიან დავიძინეთ და მაინც მეძინება, მიუხედავად იმისა, რომ 2:30-ია. ჩუმათი მიდოლობა როგორ ასიკოს ძინავს და როგორ გავაღვიძო. ცოტა ხანში ახლა ავდგები, მოუწესრიგდებით ჩავალ ქვემოთ. და
აქ კიდე გეჩვენებთ ახლა როგორი სილამაზეა. ის ამ პატარა მონაკვეთში ძილის დამასის 4 სხვადასხვა სიზმარი. ძალიან უცნაური. და შესაძლოა. ხანდა ძირითადად სულ ერთი სიზმარი მახსოვს ხოლმე, მაგრამ ეხლა მახსოვს 4-ვე. ინტერესოა. ეხლა უნდა დავიტენიანო სახე. ეს კიდე წერს. დილითაც რომელზე გადავიღე კიდე. მახსოვს არა. შენ რა გახსოვს მე გეძინა. დავიტენიანოთ სახე. მოამზადოთ სახე ფოტოებისთვის და ვიდეოებისთვის. და მე გავიგეთოთ მაკიაჟი. სინცაც არ გაცდიან. რომელი საათია? 3 საათია. მე 3 საათი შემიძლია. იდეაში ჩართვის მე რა აქ მინდა უფრო ადრე გავიყვეწა ხოლმე რა. ახლა მინდა ხოლმე რომ უფრო ადრე გავიყვეწო, იმიტომ რომ ცოტა ხნით ვარ აქ ჩამოსული და მინდა გამოვიყენო ეს დრო და ძილში არ გავატარო როგორც აღნიშნე. ძალიან დასიამოვნო მოსახე. უძილობის გამო. კარები მოვხურე, იმიტომ რომ იქიდან ხმები გამოდის. რაღაცებს უყურებენ გოგოები და მე კიდე ახლა გავემზადები. ერს გავიკეთებ, რომ წესრიგში მქონდეს სახე და არა ესეთი როგორც მაქვს ახლა. მოკლედ, უშინ დამოვიწყდა გადაღება, რეები წამოვიღე აქ და მოდით ახლა დაგათვალიერებინებთ უცებ რა ჩავდე ჩანთაში. წამოვიღე ეს ჩანთა, სადაც მეწყვრია სიმოვლის საშუალებები და დეკორატიული კოსმეტიკა და წამოვიღე ერთი პარკი, სადაც მიდევს ჩემი ტანსაცმელი. ამათ კიდე შემოდრები აქვთ, მე კიდე წამოვიღე უბრალოდ პარკი. მოკლედ რა მიდევს მათ, ახლა გამოყენებული მაქვს ეს. კბილები რო გავიხეხე, მაგრამ უბრალოდ გაჩვენებთ. წამოვიღე კბილის პასტა, კბილის ჩოთკი. წამოვიღე ასევე დეზოდორი, სახის კრემი აუცილებლად, იმიტომ რომ თანაქრუციო. სახე სულ მიშრება და წამოვიღე ერთი მინისოს ლოსიონი. აუცილებლად წამოვიღე კონტეინერი ლიზერისთვის. წამოვიღე ასევე სათვალეები სურათების გადასაღებად. აქ მიდევს შამპუნი პატარა ესეთ ტუბში. კიდე რა საპონი მიდევს. და ნასკი. შემდეგ რაც მიდევს ჩონთაში კოსმეტიკიდან წამოვიღე პუდრა, წარბის გელი, ბიბი კრემი, ხელის კრემი. და სიცივე შორს ვიფიქრე რომ გამიშრება ხელები და წამოვიღე. ყურსასვენები აუცილებლად, მაგრამ გზაში დამიჯდა, არასწორად ჩამიდიერებო. გზაში დამიჯდა და დავტენი, უკან წამოსვლაზე რომ სიმღერებს ვუსმინე. თბილისიდან ბორჯომში ჩამოსვლა დაგჭირდა 2 საათი და ბორჯომში რომ ჩავედით უკვე იქედან 9 საათში ჩამოვედით აქ. ავტობუსით გადავწყვიტეთ საბოლოოდ მაინც ამოსვლა ტაქსით ვაპირებდით, მაგრამ ტაქსმა დაგვიწერა 35 ლარი თუ რაღაც და ვარემ ავტობუსს დავავდოთ თქო. შემდეგ რაც მიდევს ჩანთაში ის არის აი არ ვიცი რატო აი რისთვის წამოვიღე 2 ტუში, ერთი ყავისფერი, ერთი შავი, ანუ რაც მინდა, ხო? მაგრამ მაინც წამოვიღე. ტუჩის ზეთი ეს ჯოლოსფერი შეფერილობით სპონჟი რომელიც გასარეცხია და მე გავრეცხავ. ესე უცებ ფანქრებით წამოვიღე და უცებ გაჩვენებთ. რეები წამოვიღე, იმიტომ რომ 1.6-7 ფანქარი მაქვს წამოყებული რისთვის? რატო? ტელეფონში მეხსიერება დამთავრდა და წოშალე რაღაცაები. წამოვიღე ფანქარი ესეთი ამპერში, წამოვიღე ამპერში, წამოვიღე ამპერში, წამოვიღე ანუ 4 ტუჩის ფანქარი. კითხვა, რისთვის? თუ არ გამოვიყენე. ანუ ძირითადად ვიყენებ ხოლმე
ამ ორ ტუჩის ფანქარს. ესენი რისთვის წამოვიღე, ანუ არ ვიცი. დამივარდა, იმედი არ გატყდა. ამას ახლა ვიყავ, რომ მე დამოვიწყდება. მოკლედ, შემდეგი რაც წამოვიღე, ეს არის ისევ წარბიზგელი, ანუ ორი წარბიზგელი რაც მინდა წამოვიღე და წარბის ფანქარი. წარბები როგორც ხედავთ, მაქვს ძალიან თხელი რა იმას გულისხმობ, რომ ანუ არ მეზრდება, ანუ კონკრეტ ამ ადგილას განსაკუთრების და ვერაფრით ვერ გავიზარდი, ამიტომ ფანქრით ვიხატავ ხოლმე იმისთვის, რომ დავაგებულად მაინც ჩანდეს. შემდეგ წამოვიღე ფუნჯი პუდრასთვის. წამოვიღე ასევე სუნამო. და წამოვიღე ესეთი წარბის ჩოთკი ამ წარბის გელისთვის და ჩვეულებრივი თმის რეზინა. კიდე თურმე წამომიღია იმის გარდა რომ წამოვიღე წარბის ფანქარი, წამოვიღე წარბის ჭრტილები, რომელიც არის გატეხილი. მაგრამ ამას ვიყენებ კონტურინგისთვისაც და კაი გამოსადეგი პატარა პალიტრაა და წამოვიღე ორი ბალზამი, ერთი არის უფერული. ტუჩები რო არ დამისკდეს და მეორე არის ესეთი ჟოლოსფერი შეფერილობით. და ვსო, ანუ ამ ჩანთაში მეტი არაფერი აღარ მიდევს. ტანსაცმელებიდან რა წამოვიღე და წამოვიღე ორი ჯინსი, ორი ელასტიკი და და ზედები, ერთი ხუთი და ერთი მეორე ზედა. ისო მეტი არაფერი არ წამოვიღე. მოკლედ ახლა მოდით გავიკეთოთ მაკიაჟი უცებ, ანუ ბევრს აღარ ვილაპარაკებ, უცებ გადავიხებ ვიდეოს ეს მაკიაჟს ვიკეთებ და წავედით ხავა დავლიოთ. ყავაც გავიმზადე. უნდა დავალიო, გავდები და მე შევიდე უკან. ასეთი ციგები დაგვახვედრეს. ესეთი ხედი იშლება. პატარა აივნიდან. და მოკლედ ეს არის რა. ძალიან კაი აქაურობა. ასია გაგვიკეთა სპაგეტი. აქ რომ იყოთ ისეთი სურნელები ტრიალებს აქ რომ აი რავი გავგიშდი. აქაც მეორე პარტია იხარშება. აკვე ტომატი არის გაზავებული. ველოდებით ძალიან მშია. მალეკენი. სტილო. გავდივართ ახლა ციგებით რომ ვისტრიალოთ. ავდივართ ახლა ზემოთ იმ იმედით რომ ვისრიალებთ. გზა რაღაც ისეთი ჩანს რომ ვერ ვისრიალებთ, მაგრამ მაინც აგვაქვს ციგები. ცუგა! აქ რა ხდება ღმერთმა არ იცის. აქ იმ იმედით რომ ჩასრიალდებიან. თავის სტიქიებში არიან. კაია სრიალი? სრიალი კაია? არ მეშვება ხალხო ეს ძაღლი რა გავაკეთო? არ მოწმის უფლებას. გაშვებულებია. მედი სულა მოაწექი. მანქანა. დაიკიდე მიდი. მოდი ჩემთან სუგა მოდი. ოპა. ძაღლი.
ტელევიზორს უყურებენ. ესეთი გემრიელობა გაგვემზადა ასიკო. ამასობაში ვცდილობთ ბუხრის ანთებას, მაგრამ წარუმატებლად მგონი, მაგრამ რა ვიცი, თითქოს და აინთო, რა ვიცი. ალბათ 1 საათი ვეჩალიჩებოდით ამ ბუხრის ანთებას, მაგრამ არ ნებდებიან და ძალიან გავიყინე და ცდილობენ ჩემთვის დაანთონ ბუხარი. მუსიკა კაია მუშაობა? იუბილარი აღარ ვარ. არა, მორჩავსო. მაშინ ჩუდ. მე ნაგებით მიყვარს გაკეთება. Солнышко лучисто небеса, освещает нам дорогу свысока. Длина, задача мы с тобой все сможем помочь. Лучисто небеса, так чисты освещают. Как зовут? ესეც ჩვენი სამდღიანი დასვენება დასრულდა. მივდივართ უკვე სახლში. ხო, ასია? ხო? ხოდა მივდივართ ახლა სახლში.